მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის ომში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, შექმნილ ვითარებაზე აფხაზეთში. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიკოსი ემილ აბდალიანი. ემილ, მოგესალმებით, დიდი მადლობა. სამ ემილთან გადავალ, ყველა შევახსენებ, რომ გადაცემა სოხუმი თბილისი არის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი. ჩვენ გულობა შეიძლება ყველა პლატფორმაზე, როგორც არის YouTube, Facebook, TikTok. ემილ, კიდევ ერთხელ მოგესალმები. საინტერესო, ესე ვთქვათ, ცხელი თემა. გუმბას ვიზიტი მოსკოვში 9 მაისის დღესასწაულზე. ეს დღესასწაული არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც შარშან თვით სიძიმბილი იყო ჩასული, როგორც გახსოვს, ჩინეთის ლიდერი. წელს ჩაიარა უღიმღამოდ, ეს დაეთყო ყველაფერს, მასშტაბს, სიტუაციას. ძალიან საინტერესო იყო ერთი მომენტი. პუტინმა ჩაუარა გვერდით გუმბას და მის მეუღლეს, ისე რომ ხელი არ ჩამოუქცევია. განგებ დაიგნორა თუ უბრალოდ ისე თქვათ, გადაღლილი იყო და სხვა რაღაცებით იყო დაკავებული ეს რთული სათქმელია, ასე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. მაგრამ შემდეგ იყო შეხვედრა მათ შორის. და ასე ხელი მოეწერა ცხინვალის რეგიონთან რაღაც ახალ შეთანხმებას. ეხლა გასაგებია, რომ მხოლოდ 9 მაისს თუ ვიხილავენ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული ლიდერები პუტინს, სხვა შანსი თითქმის არ გააჩნიათ. და ამიტომაც თუ ეწერა ხელი რაღაცას, სწორედ ამ დღეს უნდა მოეწეროს. მაგრამ მოდი განვიხილოთ მაინც ეს შეთანხმება ახალი მოსკოვსა და ცხინვალის რეგიონის შორის და მთლიანად ეს ორივე სტუმრობა, ორივე ჩვენი თვითგამოცხადებული ლიდერის. ხო, როგორც სწორად აღნიშნეთ, ეს მომენტი იყო, რომ მთლიანად ეს ღონისძიება 9 მაისის მაინც არ იყო ისეთი, როგორც წინა წლებში. რუსებმა ამას რა თქმა უნდა თავისებური ახსნა მოუძებნეს, რომ ეს არც უნდა ყოფილიყო ასეთი პომპეზური და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც ხდება ახლა უკრაინაში, მეტყოლებს იმაზე, რომ პრინციპში არც თუ ისე კარგი მდგომარეობაში არის რუსეთის ჯარი მან და შეიძლება გარკვეულწილად ეს საერთო ფონიც მაინც ამას გამოხატავდა, ასე ვთქვათ. მაგრამ ახლა რაც შეეხება ორი ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული ლიდერის ჩასვლას მოსკოვში, მე უფრო ვიტყოდი, რომ აქ ცხინვალის რეგიონის განხილვა უფრო საინტერესოა იმ გაგებით, რომ ეს ხელშეკრულება ბევრისთვის არის უბრალოდ გაგრძელება იმისა, რაც უკვე იყო. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არის გარკვეულწილად ხარისხობრივად უფრო მეტი ვიდრე აქამდე იყო და რაღაცა გარკვეულწილად გამოჩნდა ის შიში ისე გაჩნდა საზოგადოებაში, თუნდაც ჩვენთან, რომ ხომ არ აპირებს რუსეთი უფრო რაღაცა ასე ვთქვათ ტერიტორიულ შემოერთებაზე გადავიდეს, ანუ ასე ვთქვათ ანექსირებაზე. ფორმალურ ანექსიაზე გადავიდეთ. და რა თქმა უნდა, ამ პარალელის გავლება შეგვიძლია ასე ვთქვათ ოკუპირებულ აფხაზეთთან, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვს რუსეთთან მიერთების ასე ვთქვათ საკითხთან მიმართებაში, ვიდრე ესე თქვაზე ცხინვალში ცხოვრობლებს, მაგრამ მაინც საერთო ცოტა რეგიონულ ჭრილში რო განვიხილოთ, რატომ უნდა სჭირდებოდეს რუსეთს მაინც აი ახლა ამ მომენტში აი ამის გაღრმავება, ხო, ამ ურთიერთობის. ხო და ეს ხო არის დაკავშირებული სწორედ ფრონტზე განვითარებულ როლთან, იმიტომ რომ ასე მე ვიტყოდი, რომ პირველი წლის შემდეგ 2022 შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია რუსეთის არმიას არ ქონია უკრაინის ფრონტზე. და კომპენსაციას ხო არ ცდილობს ახლა რუსეთის მთავრობა? შესაძლოა, კი, ესეც არის შესაძლოა, მაინც იმპერია თავისი რაღაცა სისტემით და თავისი ლოგიკით მოქმედებს ხოლმე და ერთგან წარუმატებლობა აუცილებლად უნდა, ასე ვთქვათ, კომპენსირდეს მეორე ფლანგზე, ასე ვთქვათ, წინსული და ასე შემდეგ. რუსეთის ისტორიიდან ჩვენ ყოველთვის ვიცით, ყირიმის ომის შემდეგ ცენტრალური აზიისკენ გაიხედნენ უფრო აქტიურად ვიდრე იქამდე იყო და ასე შემდეგ. ანუ ეს იმპერია ასე მოქმედებს. რუსეთის იმპერიის შემთხვევაში მით უმეტეს, აი როგორც ვთქვით, რამდენიმე მაგალითი გვაქვს ისტორიიდან. მაგრამ აქ ახლა საინტერესო რა არის, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა რამდენად მომგებიანი იქნება რუსეთისთვის მისი პოზიციისთვის ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მე ვიტყოდი ძალიან იცვლება. იმიტომ რომ დამეთანხმებით ალბათ, რომ სომხეთთან როგორი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან,
ეს არ არის ის ურთიერთობები, რაც 90-იანებში იყო, 2000-იანებში, ან თუნდაც ის, რაც 6-7 წლის წინ იყო. მეორე ყარაბაღის ომამდე თქონდა. კი. აი იმის შემდეგ უკვე ხარისხობრივად ანუ ვთქვათ შეიცვალა და დღეს უკვე, როდესაც უფრო ვერ ვიტყოდი სრულად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს აზერბაიჯანი, მაგრამ ხარისხობრივად უფრო მეტად დამოუკიდებელია ვიდრე სომხეთი. აზერბაიჯანი ზოგადად თავის საგარეო პოლიტიკას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ყარაბაღის პრობლემა მოგვარებულია, ეს სომხეთს უფრო უდგას ეს პრობლემა, ჯერ კიდევ დამოუკიდებელი პოლიტიკის. აზერბაიჯანსაც თუ ისე მე მგონი უკვე გახსენიებს ხელფერი. კი. ნუ მაინც ვთქვათ რომ რადგან ის არის დიდი ქვეყანა, აზერბაიჯანი ტერიტორიულად მცირე ქვეყანა არის და მაინც ხარისხობრივად ანუ ის სრულად ვერ მოახერხებს სრულად ასე ვთქვათ 100%-იანი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, მაინც ასე შეგვიძლია ვთქვათ რომ მეტად დამოუკიდებელია ვიდრე იყო. თუმცა რო შევადაროთ სიტყვაზე აზერბაიჯანის ან სომხეთის საგარეო პოლიტიკა გასაგებია სხვაობა არის რადიკალური. აზერბაიჯანს ბევრად მეტი გასახანი აქვს, იმიტომ რომ რესურსებია, ტერიტორიული ერთიანობა და ასე შემდეგ. მაგრამ რუსეთთან მიმართებაში ეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა იცვლება და აქ არის საინტერესო საქართველო რა როლს იკავებს უკვე რუსეთის განმოსახულება. აი ამ სიტუაციაში როცა თითქმის ბომბამდე დაკარგა გავლენა აზერბაიჯანზე და ნაწილობრივ მაინც დაკარგა გავლენა სომხეთზე. შემცირებულია. კი, რა თქმა უნდა, ხელის მოჭერა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეს ლოგიკას ექვემდებარება. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეალურად ჩაქნეული აქვს ხელი და მიდის ახლა ამ ორი ტერიტორიის საბოლოო ფორმალური ანექსია. ეს ხო შეიძლება განვიხილოთ. შეიძლება ეს ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ მოდით ესე უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევხედოთ. თუ შენ მოახდინე ამ ორი ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსირება, ოფიციალური ანექსირება სიტყვაზე, შენ მაინც სამხრეთ კავკასიაზე ვერ მოახერხებ ისეთი გავლენის გავრცელებას, მოხდენას როგორც სიტყვაზე გინდა რომ მაგალითად ცხინვალით მოახდინო, ან სიტყვაზე სოხუმით და ასე შემდეგ. ანუ შენ გეოგრაფიულად წვდომა შეზღუდული გექნება რომ რაღაც სავაჭრო გზებზე მოახდინო ეს თქვათ განახორციელო კონტროლი და ასე შემდეგ. ანუ მე მაინც რუსეთის გადმოსახედიდან მაინც უყურებ ამ რეგიონს როგორც რეგიონს, სადაც რუსეთს სჭირდება ერთი კონკრეტული ცენტრი, რომელზედაც ის მოახდენდა თავის ასე თქვათ დააფუძნებდა თავის ასე თქვათ გავლენას, ხო? ისტორიულად ეს საქართველო იყო. ბოლო აწლევლების განმავლობაში ვერ ვიტყვი რომ საქართველო იყო, მაინც უფრო სომხეთსა და აზერბაიჯანზე ქონდა ყურადღება გადატანილი, მაგრამ როგორც ახსენეთ, სწორად ყარაბაღის შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა. აი ამ გადმოსახედიდან რუსეთისთვის შეიძლება იყოს პატარა ცხინვალის რეგიონი, პატარა ოკუპირებული აფხაზეთი როგორც დასაყრდენი რომ თელ სამხრეთ კავკასიაზე მოახდინოს გავლენა. რა ლოგიკა შეიძლება დავინახოთ. ისინი აძლიერებენ ძალიან სამხედრო ყოფნას განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე. ცხინვალშიც ასე გამაგრებული არის საკმაოდ იქაურობა. დაბლიგოს ამას ემატება, სად არ მიდის ჯერჯერობით. სამხედროებაზე და სომხეთიდან, რომელიც ასევე საკმაოდ მასშტაბურია. ხო არ მიდივარ ჩვენ იქამდე, რომ ამ ქვეყანამ ხელი ჩაიქნია ყველანაირ რბილ ძალაზე და ეყრდნობა მხოლოდ თავის სამხედრო ბაზებს ჩვენს რეგიონში. და ამ შემთხვევაში აფხაზეთი იძენს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას შავი ზღვის თემ, ესე ვთქვათ, კონტექსტიდან გამომდინარე. შავი ზღვა მათთვის უმნიშვნელოვანესია, აფხაზეთი საკმაოდ დიდი შავი ზღვის ზოლია. და უნდა ველოდოთ ჩვენ სწორედ იმას, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რასაც ახლა მე ვუყურებ, ახლა როგორც ისტორიკოსიც შეიძლება როგორც ისტორიკოს გეუბნები, ამ ლოგიკიდან გამომდინარე შეიძლება მივიდიოთ იქამდე, რომ ძველი ფორმულა რუსეთს გააჩნია მხოლოდ ორი მოკავშირე, ჯარი და ფლოტი. ხო, აქეთკენ შეიძლება მივიდიოდეთ. აი, აფხაზეთის თემატიკა, როგორ ფიქრობ, აი ამ კონტექსტში სწორედ როცა ბოლო რამდენიმე თვე აშკარა წარმატებულობებს აქვს ადგილი უკრაინის ფრონტზე რუსეთისთვის, რა შეიძლება აფხაზეთმა რა დატვირთვა შეიძლება დამატებით შეიძინოს ახლა აფხაზეთმა. რა პოტენციალი გააჩნია მას ლოგისტიკურად, ელემენტარულად სხვა თუ არაფერი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რებიც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ჩამჩირის ბაზის გაფართოებაზე მიდიოდა საუბარი, რა თქმა უნდა ხა სევასტოპოლს. ისე აღარ მოდის ეს ცნობები უკვე. მაგრამ აი ამბავი აღარ ისმის და რა მოხდა საინტერესოა გააფართოვეს უკვე რამდენად შეიძლებოდა აი რა შეიძლება სპაროებში ჩვენ ეს ცნობები არ გვხდება. ეს არის ძალიან საინტერესო, როგორც ახსენეთ, ძალიან ბევრი თვის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად ეს
ცნობა არ მოგდის, რომ რა ხდება მან დაასრულეს, გადაიტანეს სპორტის ნახევრის ფლოტის დიდი ნაწილი ასე ვთქვათ, ყირიმიდან თუ არა და ასე შემდეგ. ანუ ამაზე ღია წყაროებში ცნობა ჩვენ მაინც და მაინც არ მოგვეპოვება, მაგრამ თუ აი ამ ფორმულას მიყვებით, ხო, ფლოტი და ჯარი, ხო, როგორც ახსენეთ, შეიძლება გავინახოთ აფხაზეთი, როგორც ცდილობა რუსეთისა, რომ აი ამ შავ ზღვაზე საბოლოოდ ერთხელ და სამუდამოდ ესე ვთქვათ, გაბატონდეს, ну, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საბჭოთა კავშირის დროს, რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ეკავა და ბედნიერად იყო პრინციპში მოსკოვი, ხო, მაგრამ მას შემდეგ ეს შეუმცირდა და აი ახლა ხდება ეს გაფართოება შავ ზღვაზე ისევ ყირიმი, აზოვის ზღვა, სულად აქეთ სამხრეთით ჩამოდის პრინციპში დაიწყო ოდესის გამოკლები და აჭარისგან ფოთის ესე თქვა გამოკლებით. ესეც გარკვეულწილად ლოგიკა ეს არის, რომ პრაქტიკულად შენ თუ გინდა რომ ეს სავაჭრო გზები დაიკავო და სხვას არ მისცეს საშუალება რომ გავიდეს იქეთ, ანუ კასპიის ზღვისკენ, ცენტრალური აზიისკენ, შენ უნდა ჩაკეტო მაშინ საქართველოს შავი ზღვისპირეთი, ხო? პრინციპში რუსები ასე მსჯელობდნენ მე-19 საუკუნეში, რომ ერთი იყო ძალიან ის თქვათ სამხედრო პირიფადეები, რომელიც პირდაპირ წერდა იმას, რომ სამხრეთ კავკასია არის ჩამკეტი ჩვენთვის, რომ არ მიუშვათ აღარ ცენტრალურ აზიამდე. შეიძლება ეს ლოგიკაც დღესაც არის პრინციპში, იმიტომ რომ შემთხვევითი არ არის მაინც აი ამ ომის შედეგად, რომ აი ეს შავ ზღვასა და აზოვის ზღვაზე კონტროლის ეს თქო სანაპიროებზე კონტროლის გავრცელება მიდის, ხო, რუსების მხრიდან და შეიძლება ესეც არის, რომ საბოლოო ჯამში ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომ აი ექსპანსია აქეთან მიმართულებით მიდიოდეს, ხო, რუსეთის. ახლა თუ არა შეიძლება 10 და 20 წელიწადში კიდევ სიტყვაზე ასე ვთქვათ მეტი რესურსის ჩადონ ამაში, მაგრამ ну ნახოთ, ყოველ შემთხვევაში რუსეთის ისტორია ამას გიჩვენებს. ამისთვის უნდა დამყარდეს რაღაცა სტატუს კვო, უნდა დასრულდეს უკრაინაში ომი და უნდა გაირკვეს რა ხდება. სად გადის ახალი გამყოფი ზოლი და ეს ომი თუ გაგრძელდა აი ასეთი ტენდენციით, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეებში ვუყურებთ, მე მაგალითად არ გამორიცხავ უკრაინული დრონების უფრო მასშტაბურ შეტევას, არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, არამედ სიტყვაზე ოჩამჩირეზეც. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ხედავთ იმას, რომ პრაქტიკულად აი ოკუპირებულ აფხაზეთში პრინციპში შემოსულან კიდევაც რამდენიმე შემთხვევა იყო და ძალიან ახლოს მრავალი ის თქო მაგალითი გვაქვს, როდესაც აი ოკუპირებულ აფხაზეთთან ეს თქო დაფრინავდნენ და ეხლა გასაგებია, რომ ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის მას შორის სიმბოლურად პოლიტიკურად მოსკოვზე ესე თქვა შეტევა, ვიდრე რაღაც ოჩამჩირეზე, ხო? თუ დარტყმა განხორციელდეს დედაქალაქზე, რომ სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია შენ რომ სიტყვაზე იქ დაბომბო ოჩამჩირეზე. ხო, მაგაში ეს არის, ხო. ხო, რაც მოუდას ისეც, ხო, როცა მოსკოვზე შეტევა ეს არის. დისტანცია ძალიან ის თქო. კი და მოსკოვს ურტყამ ეს არის დემორალიზაცია, ეს არის დარტყმა თავრობაზე მით პოზიციებზე. ძალიან საინტერესოა, ხო, აი დემორალიზაციას რაც შეეხება, ანუ რუსეთი, რომელიც 22 წლამდე პრინციპში იყო პრესტიჟი ქონდა ძალიან მაღალ დონეზე და ამ შემდეგ და უცებ დღეს ხედავ რუსეთს, რომლის დიდი ქალაქები პრინციპში თავს იცავენ დრონებისგან, ხო? ანუ აი ასე რომ გავითარდებოდა მოვლენები, რა თქმა უნდა, ხა ვინ იფიქრებდა. მაგრამ თუნდაც შარშან. ხო, თუნდაც ერთი წლის წინაც კი ესეთი ვითარება არ იყო და მე კიდევ ვფიქრობ, რომ ახლა ეს ომი როგორ შეიძლება დასრულდეს. მე ვფიქრობ, რომ ისეთ ფაზაში არის შესული, რომ რუსები უკვე მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახორციელებენ, ასე თქვა, ხმელეთით. თუმცა არიან კარგად ჩამჯდარნი ეს თქვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ის დრონები უკვე ისეთი ტექნოლოგია, რომ პრაქტიკულად შეგვიძლია აი ამით გააგრძელო ომი, ანუ უკრაინის მხრიდან, ხო? შეგვიძლია ასე გააგრძელო და წლობით გააგრძელო ასე ომი და საკმაოდ ისეთი ზიანი მიაყენო მეორე მხარეს, ხო? დაუხურო აეროპორტები და ინფრასტრუქტურა გაუნადგურო და ასე შემდეგ. ანუ ამიტომაც ეს ომი შეიძლება კიდევ ბევრი წელი გაგრძელდეს, ხო? და უკრაინელები ხვდებიან, რომ აი ეს უპირატესობა მათ აქვთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, კი. თუ სიტყვაზე რუსებმა რაღაცნაირად მეტი ინოვაცია არ შეესაბამეს. თო, რაღაც ეტაპზე ეს რუსეთთან მოახერხა სხვა შორის. კი, მოახერხა მისადაგება. ირანული დრონების მოდიფიკაცია მოახდინა და მეტი რესურსია. მე მქონდა უპირატესობა, მაგრამ ეხლა აღარ აქვს ეს უპირატესობა ხედავთ. ასევე ადამიანური და ნუ ყოველ შემთხვევაში მას თუ საჭირო იქნება, მაინც გვერდში უდგას, ეს თქვათ ევრაზიული ტიპის ქვეყნები რა, რომელიც ანუ ესე თქვათ მათ რომელთაც არ სურთ რუსეთს და დაიმარცხოს. რუსეთის დამარცხება კი ბევრისთვის, რა თქმა უნდა, არა ისახი. ირანისთვის, პრინციპში ჩინეთისთვის და სხვებისთვის. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ინდოეთმა რა მხარი დაუჭირა ესე თქვათ ეკონომიკურად ან სამხედრო კუთხით, მაგრამ ფიქრობ, რომ ინდოეთისთვის მაინც არ იქნება კარგი თუ ხო, რა თქმა უნდა, დამარცხება და ალბათ ესე დამარცხება როგორც ასეთი ჩამონგრევა ის არ შედგება.
მაგრამ ადგილი ექნება მის ძალიან სერიოზულ გამოფიტვას. და ისევ და ისევ ჩვენთვის მთავარი შეკითხვა არის ეს გამოფიტვა რამდენად იმოქმედებს მოსკოვის პოზიციებზე ჩვენს რეგიონში და კი რა თქმა უნდა ერთი ვარიანტი იყო ის რაც თქვენ ახსენეთ რომ შეიძლება მე წარუმატებელი ვარ სხვაგან მაგრამ აი ეს მაინც ავიღო კი ბატონო მეორე არის ის რომ შეიძლება ჩვენ ვფიქრობთ იმას რომ რუსეთის პოზიცია იცვლება სამხრეთ კავკასიაში მაგრამ ზემოთ სიტყვაზე რუსეთის ხელისუფლება ამას სხვაგვარად აღიქვამს და მაინც არ მიაჩნია იმას რომ მის პოზიციას რამდენად პრობლემა იქნება და ამიტომ ის არც ცდილობს მიესადაგოს არსებულ შეცვლილ ვითარებას ჩვენთან რეგიონში, ხო? სანაბაზები აქვს. კი ბატონო, ხო. იმიტომ რომ მოდი გავხსენოთ ყველაფერს მიუხედავად ეს თქვა არა სამხრეთ კავკასიის გარეთ ყოფის სახელმწიფოებიდან მხოლოდ რუსეთს გააჩნია მონოპოლია. რუსეთს გააჩნია მონოპოლია სამხედრო ყოფნაზე. ეს არც თურქეთს, არც ამერიკას, არც არავის. არავის და მეტუმეტეს არც ჩინეთს და რაც თავარია რუსებმა მაინც ჯერ გიუმრის ბაზი და შემდეგ მოახერხა გარკვეულია ეს თქო საბჭოთა დროინდელი პერიმეტრის შენარჩუნება. პერიმეტრი სამკუთხედი არის. სერიოზული სამკუთხედი. ანუ შავ ზღვაზე აფხაზეთი, შემოჭრილი ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალთან და და პრინციპში სამხედრო კუთხით ბლოკავს ნებისმიერ შესვლას თქო ცენტრალურ აზიაში. რა თქმა უნდა ის არ ხურავს ჯერ იმ სავაჭრო გზებს, იმიტომ რომ მაინც ეს დიდ რეზონანსს გამოიწვევს და მაინც ისეთი დიდი ვაჭრობაც არ გადის სამხრეთ კავკასიაში. ხო, ჩვენ არ ვუქმნით ახლა ესეთი პრობლემას. ხო, არ ვუქმნით და თუნდაც ეს შუა დერეფანიც რუსეთს არ უქმნის ისეც, ასე ვთქვათ, კონკურენტული. აი, ძალიან საინტერესო თემა ვახსენეთ ჩვენ. შუა დერეფანი რა არის? შუა დერეფანის აქტუალობა გაიზარდა სწორედ უკრაინაში ომის გამო. იმიტომ რომ ჩინური, ევროპული მარშრუტი, რომელიც გადიოდა ძირითადად რუსეთზე, ჩაიკეტა თითქმის მთლიანად, მაგრამ დიდი ნაწილი პირველ თვეებში პირველ წელს ხო ის მე ნაწილობრივ გაიხსნა, მაგრამ ბოლომდე არა. ნაწილი გადმოვიდა ჩვენზე, შუა დერეფანზე, მაგრამ დიდი ნაწილი გადავიდა რეალურად მაინც საზღვაო მარშრუტებზე, როგორც ირკვევა. შესაბამისად, ახლა ის არ განიხილავს ის საფრთხეს, როგორც ჩანს. შუა დერეფანს, რომელიც ჩვენზე გადის და აზერბაიჯანზე, ნუ ყაზახეთში. პროცენტულად ანუ რო განვიხილოთ, ანუ ხმელეთზე ისედაც ძალიან ცოტა გადიოდა საერთო ვაჭრობის. ლოგისტიკურად რთულია ძალიან. კი, რა თქმა უნდა ეს მაინც ზღვა და ხმელეთი ერთდროულად როდესაც შეადგენს ამ სავაჭრო გზას რთული არის, ხო? ანუ ისტორიულადაც და მithumetes დღევანდელ დროსაც კი მიუხედავად ახალი ტექნოლოგიებისა და ამიტომაც რუსებისთვის ჯერ ეს არ წარმოადგენს ეს თქვათ ფუნდამენტურ ეს თქვათ პრობლემას და ამიტომ შესაბამისად აქ რაღაც სასწაულებს ალბათ არ უნდა ველოდოთ ამის გამო. თუმცა ის ვითარება რაც ჩვენ გვაქვს წითელ ზღვასთან, ეს თქვათ ბაბელონადების სრუტესთან, სომალიში ისევ მეკობრეების ასე თქვათ მოძლიერებასთან იქ ჰორმუზის სრუტეში და ასე შემდეგ მაინც მეტყოლებს იმაზე რომ აი ეს რუსეთსადაც შუა დერეფანზე გამავალი სავაჭრო გზები შეიძლება ჩინეთისთვის ისევ და ისევ უფრო აქტუალური გახდეს. იმიტომ რომ ეს საზღვაო მალაკას სრუტეზე რო იყო ყველაფერი ყურადღება გადატანილი, რეალურად მალაკას სრუტეში კი არ არის იმდენი პრობლემა, რამდენადაც აი ამ წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურესთან. ხო, ნუ ეს ნიშნავს რომ შეიძლება გარკვეულწილად ჩვენზე ისე შუა დერეფანი დაიტვირთოს კი. და ნუ ეხლა თუ გავითვალისწინებთ ეს შუა დერეფანი ჩინეთის ინტერესებში, რუსეთი ესე მარტივად დასაქმდა არ დაბლოკავს, ხო? კი. იმიტომ ჩინეთს იმამდე გარწევა არ არის. ხო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩინეთისთვის რუსეთის გზა, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ ევრაზიული გზა მაინც ისევ და ისევ მნიშვნელოვანია და აი თუ გავიხსენებთ წინა წელს მოხდა რომ პოლონეთსა და ბელარუსის საზღვარზე მოხდა რაღაც ასე ვთქვათ, გაუგებრობა, ჩაიკეტა საზღვარი, პირველი რეაქცია იყო პეკინიდან. ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი ვარშავაში და აი მოაგვარა რომ გაიხსნათ ისევ სავაჭრო გზა. ანუ მათთვის ეს გზა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შუა დერეფანი ყოველ შემთხვევაში ამ შუა დერეფანი ჩვენთვის არ მნიშვნელოვანი. ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე. კი, მასშტაბიდან გამომდინარე. ჩინური მასშტაბისთვის ეს ჩვენი დერეფანი საკმაოდ პატარაა. რამდენიმე პროცენტიანი ზრდა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კი. და გეოპოლიტიკურ წონასაც ხომ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნქცია, რომელიც შევიძინეთ სადაც 2010 წელს შეისწავლა. ამ ფუნქციის გაძლიერება განმტკიცებულ მნიშვნელოვანია. და ნუ ხა ჯერ წამოვიდნენ საქართველოს რომელიც აკონტროლებს აფხაზეთსაც ეს ფუნქცია კაცებ ფართო იქნება რა თქმა უნდა რა ზეა საუბარი მაგრამ ისე მარტივად ყოველ შემთხვევაში ნახეთ აი ამ საერთო სურათში რამდენად პრაგმატულია და სწორია ის გადაწყვეტილება რაც მოსკოვში მიიღეს ცხენვალთან დაკავშირებით რაღაცნაირად მაინც სრული ახსნა რომ მოიძინოს ამისთვის მაინც
ჭირს ესე. გეთანხმებით, ჩვენი ლოგიკა გვაქვს, იმპერიებს რაღაც 11 რუსეთის იმპერიის განსხვავებული ლოგიკა აქვს და ამას საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და მომავალშიც გეუბნები ამ სტუდიაში ამაზე სასაუბრო. ძალიან მადლობა ემილ. ძალიან მადლობა. მოკლედ ხო, საინტერესო თემა რა თქმა უნდა არ მოგვაგდება გამომდინარე ჩვენი რეგიონიდან და ჩვენი საინტერესო დროიდან. მადლობა ჩვენი შეტაბურდებით.